მინდა პასუხი გავცე ტყუილებით თავგასიებულ ანდრია სარიას, რომელიც თავის მსმენელებს ატყუებს. მე მინდა ახლა მოგასმენინოთ ეს ვიდეო და თქვენს მოსასმინადად ამას საჯაროდ ვაუცილებ, რომ არამხოლოდ ანდრია სარიამ ნახოს ეს ვიდეო, არამედ უფრო ბევრმა ადამიანმა. მე მინდა მას პასუხი გავცე თავის ტყუილზე, რომელსაც ასე უხვად ავრცელებს თავისი აუდიტორიისთვის. მოდით ახლა მოგასმენინებთ ამ ვიდეოს და შემდგომ ბიბლიიდან პასუხს გავცემ ამ ადამიანს. ერთი კითხვა მაქვს და იქნებ მიპასუხოთ, რატომ უნდა ღირდეს შეკვეთილი წირვა 200-დან 300 ლარამდე ფიქსირებული თანხა. გეტყვით, რომ საეკლესიო წესით არ შეიძლება წირვა, გინდა $1000 იყოს, გინდა 1 ლარი. ფულით შეფასდეს, იმიტომ რომ საიდუმლო როგორც მას ხوارი ამბობს, უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდ გასცემ. მე არ ვიცი ვინ აწესებს, რატო აწესებს და როგორ აწესებს, მაგრამ ქრისტიანულად ეს კატეგორიულად მიუღებელია. მერტმა დაგლოცოთ, რა ვიცი, მე არასდროს არ გავიკეთებია და დამიფასებია. მსგავსად არ შემიფასებია საიდუმლო. თუ ეს ხდება, ნამდვილად სწორი არ არის. ეხლა მე მინდა პირდაპირ ბიბლიიდან, აგერ ეკრანის ჩამწერის მეშვეობით დაგანახოთ სინამდვილეში უფალი რაზე ეუბნებოდა თავის მოციქულებს, რომ უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდ გაეცითო. ეს ანდრია სარია ამბობს, რომ აგერ შეკვეთილი წირვაო, არ უნდა ღირდესო, ესე იგი რაიმე ფასიო, ვინაიდან უფალმა თქვაო ეს, რომ უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდ გაეცითო. მოდით ახლა სინამდვილეში უფალი რაზე ამბობს. უფალი ამ მკვდრებისთვის შეკვეთილ წირვებზე ამბობს ამას, რომ მღვდელმა უსასყიდლოდ, ჩემგან უსასყიდლოდ მიიღო ამის უფლებაო, რომ მკვდრისთვის შეკვეთილი წირვა ჩაატაროსო, ამაზე ამბობს თუ სხვა რაღაცაზე ამბობს. მოდით ერთად წავიკითხოთ. ეს არის სახარება მათედან მე-10 თავი და პირველივე მუხლიდან წავიკითხავ, რომ სრული კონტექსტი გასაგები იყოს ამისი. უფალზეა ლაპარაკი აქვს, რომ უფალმა იესომ მოუხმო თავის 12 მოწაფეს და მისცა მათ ხელმწიფება უწმინდურ სულთა განდევნისა და ყოველგვარი სენისა თუ ყოველგვარი უძლურების განკურნებისა. ხოლო ამ 12 მოციქულის სახელებია: პირველად სიმონი, პეტრეთ წოდებული და მისი ძმა ანდრია, იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე, ფილიპე და ბართლომე, თომა და მათე მებაჟე, იაკობი ალფესი და ლებეოსი, თადეოსად სახელდებული, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი. აი ეს 12 წარგზავნა იესომ უბრძანა და უთხრა მათ: წარმართთა გზით ნუ ივლით და ნუ შეხვალთ სამარიელთა ქალაქში, არამედ მიაკითხეთ უპირატესად ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებს. მიაკითხეთ და უქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათასასუფეველი. განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანნი, აღადგინეთ მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი, უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით. ხო, ნუ წაიტანებთ სარტყლით ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც რვალს, ნურც აბგას გზაში, ნურც ორხელს სამოს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც არგანს, ვინაიდან ღირსია მაშვალი თავისი საგზლისა. რომელ ქალაქში ან დაბაშიც უნდა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული და მისას დადექით ვიდრე გამოსვლამდე. ხოლო სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და თქვით, მშვიდობა ამ სახლს. და თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას და თქვენი მშვიდობა მიუვა მას, თუ არა და თქვენი მშვიდობა თქვენავე დაგიბრუნდებათ. და თუ არავინ მიგიღებთ და არც შეისმენს თქვენს სიტყვებს, იმ სახლიდან თუ ქალაქიდან გამოსვლისას ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, განკითხვის დღე სოდომისა და გომორის მხარისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე იმ ქალაქისათვის. აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხრებს მგლების ხროვაში, მაშ იყავით გონიერნი, როგორც გველები და უმანკონი, როგორც მტრედები.
ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათ რახით გცემენ თქვენ და მიგიყვანენ ჩემს გამომთავრებისა და მეფეების წინაშე მათთვის და წარმართვთათვის სამოწმებლად, ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ როგორ ვთქვათ ან და რა ვთქვათო, ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი, რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული ღვთისა, სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას და მამაშვილს, შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო, ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება და როდესაც დაგიწყებენ დევნას ერთ ქალაქში, მიაშურეთ მეორეს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვერ მოასწრებთ ისრაელის ყველა ქალაქის მოვლას, რომ მოვა ძე კაცისა. არ არის მოწაფე თავის მოძღვარზე უმეტესი და არც მონა თავის ბრძანებელზე უპირატესი. საკმარისია მოწაფისათვის იყოს ისეთი, როგორიც მისი მოძღვარი და მონისათვის, როგორც მისი ბრძანებელი. თუ სახლის პატრონს ბელზებულად უხმობენ, მით უმეტეს სახლეულს მისას. მაშინ ნუ გეშინიათ მათი, ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს, რასაც სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე თქვით და რაც ყურში ჩაგესმით, ერდოებზე იქადაგეთ. ნუ გეშინიათ მათი, რომელიც კლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკლა. არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გენას. განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება, მაგრამ ერთი მათგანიც არ დავარდება მიწაზე, თუ არ იქნა თქვენი მამის ნება, ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერით მათ სათითაოდ დათვლილია. მაშინ ნუ შიშობთ, ვინაიდან უთვალავ ბეღურაზე უმჯობესნი ხართ. ყველას ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე, ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარმყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ნუ გგონიათ თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად. მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ מחვილისა, ვინაიდან მოვედი, რათა გავყარო ვაჟი მამამის, ქალი დედამის და რძალი დედამთილს მისას და კაც მტრებად ვუქციო მისი სახლეულნი, ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი. ვინც პოვებს თავის სულს, დაჰკარგავს მას და ვინც ჩემი გულისათვის დაჰკარგავს თავის სულს, მოიპოვებს მას. ვინც თქვენ შეგიწყნარებთ, მე შემიწყნარებს, ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს. ვინც წინასწარმეტყველის სახელით შეიწყნარებს წინასწარმეტყველს, წინასწარმეტყველი საზღაურს მიიღებს და ვინც მართლის სახელით შეიწყნარებს მართალს, მართლის საზღაურს მიიღებს. და ვინც მოწაფის სახელით მიაწვდის ცივ წყალს ერთს ამ მცირეთაგანს, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ დაეკარგება თავისი საზღაური. მთელი ეს თავი ჩავიკითხე და რომ კონტექსტი გასაგები იყოს, რომ ვინმეს რაიმე სხვა რაღაცა არ ეგონოს და ეხლა კონკრეტულად აი ამ სიტყვებზე, ესე იგი, უფალმა იესომ თავის ამ 12 მოციქულს რა უთხრა? უფალმა იესომ ისინი ჯერ უპირატესად გაგზავნა ისრაელიანებთან, ებრაელებთან, ხოლო უკვე ბიბლიის მომდევნო სხვა ადგილებში ვკითხულობთ აი იმას, რომ უფალმა იესომ ყველა ადამიანთან, წარმართებთანაც და აბსოლუტურად მსოფლიოში მცხოვრებ ყველა ადამიანთან გაგზავნა თავისი მოციქულები. დასაწყისში თვითონ უფალი იესო ჯერ ებრაელებს უქადაგებდა თავის სახარებას და ასევე უკვე შემდეგ თავისი მოციქულები მთელ მსოფლიოში არა მხოლოდ ებრაელებთან, არამედ სხვადასხვა ადამიანებთან, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის მქონე ადამიანებთან გაგზავნა სახარების საქადაგებლად. ამას იმიტომ ვიძახი ეხლა ჩანართის სახით, რომ ვიღაცას არ ეგონოს, რომ რომ თითქოს იესო მოვიდა მხოლოდ ებრაელებთან და მას რომ თითქოს იგი არ მოსულა თუნდაც ქართველებისთვის, რუსებისთვის, თურქებისთვის ან აზერბაიჯანელებისთვის, ოსებისთვის, სომხებისთვის, ამერიკელებისთვის თუ ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის. ვინმეს რომ ეს
არ ეგონოს, ესე იგი, ვისაც ბიბლია არ წაუკითხავს ამ ადამიანებს, რომ ასე არ ეგონოთ. დასაწყისში, ესე იგი, აი ამ დროს უფალმა ჯერ უპირატესად ისრაელიანებთან, ებრაელებთან გაგზავნა თავისი მოციქულები და უკვე შემდგომ ბიბლიის მომდევნო ადგილებში ვკითხულობთ ჩვენ იმას, რომ უფალმა იესომ მთელს მსოფლიოში გაგზავნა თავისი მოციქულები, რომ ყველა ხალხისთვის ეკადაგათ მისი სახარება, ქრისტეს სახარება. ახლა დაუბრუნდეთ ანდრია სარიას მიერ აი ამ ცრუ ინფორმაციას, რომელსაც იგი ავრცელებს, აგერ დაურქმევია ანდრია მოციქულის სახელი და მის, ასე ვთქვათ, ანდრია მოციქული ქრისტიანი იყო, ხოლო ეს ანდრია სარია ნამდვილად არ არის ქრისტიანი, ვინაიდან იგი დამახინჯებულად იყენებს უფლის სიტყვებს და სულ სხვა რაღაცას უსადაგებს, რაც უფალს არ დაუწესებია, აი ესე იგი მკვდართან მკვდრისათვის ეგრეთ წოდებული შეკვეთილი წირვების გაკეთება უფალს არ დაუწესებია. და ეს ანდრია სარია იძახის, რომ აი უფალმაო თქვაო, რომ უსასყიდლოდ მიგიღია და უსასყიდლოდ გაეცითო და ეს მკვდრისთვის შეკვეთილი წირვის ჩატარებაზე აბუთქვამს უფალს. და ეხლა კონკრეტულად აი ამ ადგილს ხელახლა კიდევ წავიკითხავ. ხო, ესე იგი, ხო, უფალმა უთხრა თავის ამ 12 მოციქულს, ეს 12 წარგზავნა იესომ და უბრძანა მათ, რომ წარმართა გზით მოივლითო და ასე შემდეგ ჩამოვალეხლა მიაკითხეთ უპირატესად ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებს, მიაკითხეთ და უკადაგეთ, ნახეთ, უკადაგეთო, რომ მოახლოვდათ სათა სასუფეველიო. განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანნი, აღადგინეთ მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი, უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით. საკმარისია ესე იგი. აი ყურეთ, უფალმა იესომ თავის ამ 12 მოწაფეს, მათ შორის იყო თავიდან იუდა ისკარიოტელიც, რომელმაც მერე გასცა და მოციქულობიდან გამოირიცხა ის კაცი. ამ შემთხვევაში უფალმა იესომ უსასყიდლოდ მისცა თავის ამ 12 მოწაფეს ადამიანების განკურნების სასწაულო მოქმედება, ასე ვთქვათ. უფალმა იესომ თავის 12 მოწაფეს მისცა ძალა იმისა, რომ მათ განეკურნათ სნეულნი, განეწმინდათ კეთროვანები, ეს კეთროვნებიც იყვნენ დაავადებულები კანის დაავადებით და ისინი განეწმინდათ. ამავე დროს უფალმა იესომ დააკვირდით თავის 12 მოწაფეს მისცა ძალა იმისა, რომ მკვდრები აღედგინათ. ნახეთ, აღადგინეთ მკვდარნიო, განდევნეთ ეშმაკნიო, უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცითო. ესე იგი, აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ვიღაცას რომ ადამიანი მოუკვდებაო, რომელიმე ახლობელი თქვენ შეკვეთილი წირვა ჩაუტარეთო იმათო და ეს უსასყიდლოდ მოგეცითო და უსასყიდლოდ გაეცითო. აქ ლაპარაკი მაგაზე არ არის. ეს ზოგადად ეს მღვდლები უფალი იესოს არ დაუდგენია. ესენი არიან საპატრიარქოს მღვდლები, არიან თვითმარქვია მღვდლები. ეს ანდრია სარიაც არის თვითმარქვია და იგი როგორც აგერ თქვენვე დაინახეთ ბიბლიაზე დაყრდნობით, უფალს არ უთქვამს ამ შეკვეთილ წირვებზე, არ უთქვამს, რომ შეკვეთილი წირვები ჩაუტარეთო და ეს მიგიღიათ უსასყიდლოდ და ეს უსასყიდლოდ გაეცითო. უფალმა იესომ თავის 12 მოწაფეს კონკრეტულად ამ მომენტში, სადაც იგი ამბობს, რომ უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდ გაეცითო, ამას ამბობს იმ ძალაზე, რა ძალაც უფალმა თავის 12 მოწაფეს უსასყიდლოდ გადასცა და ეს ძალა იყო კონკრეტულად სნეულთა განსაკურნებელი, კეთროვანის განწმენდი, მკვდართა აღმდგენელი და ეშმაკთა განსადევნი ძალა და ეს არ იყო მკვდრისთვის შეკვეთილი წირვის ჩატარება. ეხლა მე მინდა უცბად აი აქ ამ ბიბლიიდანვე
აგიკითხოთ ის ადგილი, სადაც ჩაწერილია, რომ ესე იგი რაოდენ დიდი უპირატესობა აქვს უფალი იესოს სარიტუალო მღვდლებთან მიმართებით, სარიტუალო მღვდლებისგან განსხვავებით ასევე რაოდენ დიდი უპირატესობა აქვს უფალი იესოს იმ აარონიან სარიტუალო მღვდლებთან მიმართებით, რომელი აარონიანი მღვდლებიც სარიტუალო მღვდლები უფლის მიერ დადგენილნი იყვნენ ძველ აღთქმაში და შემდგომ უფალმა იესომ ის სარიტუალო მღვდლობა გააუქმა და თვითონ იესო ქრისტე გახდა მღვდელი. ბიბლიაში აი აგერ გამოვალ ახლა უყურეთ, აი რომ ჩამოყვებით, უყურეთ ერთ-ერთი წერილი არის ებრაელთა მიმართ, აი ესე რომ ჩამოყვებით, ერთ-ერთი არის ებრაელთა მიმართ. ებრაელ მორწმუნეებს გაუგზავნა ღვთისმოციქულმა ეს წერილი, სადაც ახსნილი და განმარტებული არის ის, რომ თვითონ იესო ქრისტე გახდა მღვდელი მელქიცედეკის წესით და მან გააუქმა ძველი და დაადგინა ახალი. მე მინდა აგერ მეშვიდე თავი წაგიკითხოთ, სადაც ესე იგი დაპირისპირებულია ერთგვარად იესო ქრისტეს მღვდლობა, რომ იესო ქრისტე არის მღვდელი მელქიცედეკის წესით და ეს მელქიცედეკი ვინ იყო აქ განმარტებულია, მაგრამ თუ თქვენ ბიბლიის პირველი ნაწილი ეს და ზოგადად ბიბლია თუ არა გაქვთ წაკითხული, თქვენ შეიძლება აქ ვერ გაიგოთ ეს, მაგრამ ელემენტარულად რაღაცას მაინც მიხვდებით, ესე იგი, რომ აი მთელი ეს ებრაელთა წერილი რომ რამდენჯერმე გადაიკითხოთ, მინიმუმ იმდენს მაინც მიხვდებით, რომ აიღოთ მერე და მთელი ბიბლია წაიკითხოთ. ესე იგი, დაპირისპირება არის აქ აარონიანი მღვდლებისა და მელქიცედეკის წესით დადგენილი მღვდლის იესო ქრისტესი, რომ იესო ქრისტე გახდა მღვდელი. და ეს ანდრია სარია და საპატრიარქოს ორგანიზაციის მღვდლები ესენი საერთოდ უფალს არ დაუდგენია, არამედ ესენი ძველი აღთქმის მოსეს რჯულიდან იპარავენ ამ სარიტუალო მღვდლობის ელემენტებს, ასე ვთქვათ, სარიტუალო მღვდლობის სწავლებას იპარავენ და დამახინჯებულად მოირგეს ამათ, ისე რომ ესენი საერთოდ უფალს არ დაუდგენია ის ძველი აღთქმის აარონიანი მღვდლები, ძველი აღთქმის დროს ისინი მართლაც დაადგინა უფალმა და ამავე დროს შემდგომ უფალმა გააუქმა ის მღვდლობა და საპატრიარქოს მღვდლები კი საერთოდ უფალს არ დაუდგენია და შესაბამისად ესენი რა თქმა უნდა თვითმარქვია მღვდლები არიან. ახლა მე მინდა აი წავიკითხო შეიძლება ახლა მთლიანი ეს თავი აგერ გადავიკითხო ძალიან მალე და თქვენც მიადევნეთ თვალი. რადგანაც მელქიცედეკი მეფე სალემისა უზენაესი ღმერთის მღვდელი შეეგება აბრაამს მეფეთა შემოსვრის შემდეგ შემოქცეულს და აკურთხა იგი. ეს ამბავი ნახეთ, ამ მელქიცედეკის და აბრაამის ამბავი ჩაწერილი არის ბიბლიაში, ბიბლიის პირველ წერილში, რომელსაც ჰქვია დაბადება. დაბადება და აი უცბად რო გადავიდე, ახლა უყურეთ, ეს უყურეთ აპლიკაცია ეს ბიბლისა, ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა, ასე აწერია პირობითად, ასე ვთქვათ, შევალ ძველ აღთქმაში და დაბადება, უყურეთ. შევდივარ დაბადებაში, მე-14 თავზე გადავალ და ჩამოვალ მე-18 მუხლზე. აი უყურეთ. ხო. ხოლო მელქიცედეკმა შალემის მეფემ გამოუტანა პური და ღვინო, ის იყო უზენაესი ღმერთის მღვდელი. აკურთხა აბრამი და უთხრა: კურთხეულ იყოს აბრამი უზენაესი ღმერთის წინაშე ცისა და მიწის შემოქმედისა. კურთხეულ იყოს უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტერი. მაშინ მისცა მას აბრამმა ნადავლის მეათედი. აი არის მოკლედ ჩაწერილი ეს ამბავი. აი სულ აი ამ
აი ამ ადგილას მოკლედ არის მოხსენებული ეს მელქიცედეკი, რომელიც იყო წინასახე თვითონ იესო ქრისტესი და სწორედ მელქიცედეკი ასევე მოხსენებულია ფსალმუნებშიც, სადაც ჩაწერილია წინასწარმეტყველება იმისა, რომ იესო ქრისტე გახდებოდა მღვდელი არა აარონის წესით, არამედ მელქიცედეკის წესით და ახლა მე მინდა რომ ეს ადგილიც ფსალმუნებიდან გაჩვენოთ. ესე იგი მელქიცედეკი მოხსენიებული არის აი აქ დაბადებაში, აი ამ მოკლე ასე ვთქვათ ინფორმაციაში, ასევე მოხსენიებულია ფსალმუნებში და მოხსენიებული არის ახალ აღთქმაშიც, ახალი აღთქმის დროს დაწერილ წერილშიც, რომელსაც ქვია ებრაელთა მიმართ. ეხლა მე მინდა ფსალმუნებშიც წაგაკითხოთ ის, რომ ესე იგი იესო ქრისტე გახდებოდა მღვდელი მელქიცედეკის, იგივე მელქიცედეკის წესით. ფსალმუნები 109 ფსალმუნში შევალ, შეიძლება ზოგან 100 ფსალმუნი იყოს და დააგვირდით ამას. 109 ფსალმუნში დაწერილი არის წინასწარმეტყველება, ეს ფსალმუნები, ვინც არ იცით, დაიწერა ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე და აქ არის ნაწინასწარმეტყველები ის, რომ იესო ქრისტე გახდებოდა მღვდელი მელქიცედეკის წესით. დაიფიცა უფალმა და არ მოინანიებს. შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით. უფალი შენს მარჯვნივაა, თავისი რისხვის დღეს მოსპობს მეფეებს, განსჯის ხალხებს. ამას ახლა არ წავიკითხავ, იმიტომ რომ კონკრეტულად ეს ადგილი მინდოდა თქვენთვის წამეკითხა, სადაც იესო ქრისტეზეა ნაწინასწარმეტყველები, რომ დაიფიცა უფალმა და არ მოინანიებს, არ შეინანებს, ანუ უკან არ წაიღებს თავის ამას ფიცს, რომ შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით. ეს წინასწარმეტყველება იესო ქრისტესადმი იყო და ამისი განმარტება უკვე ჩაწერილი არის აი აქ ახალ აღთქმაში. შევალ ახლა ჩამოვალ ებრაელთა მიმართ წერილის მე-7 თავში შევალ. აი აგერ ჩამოვალ ახლა, ეს ვინმეს არ ეგონოს, რომ მარტო ებრაელებისთვის არის დაწერილი, ეს პირობითად არის დაწერებული ებრაელთა მიმართ. ვინაიდან ებრაელ მორწმუნეების მიმართ არის დაწერილი, კონკრეტულად ეთნიკური ებრაელების მიმართ, მაგრამ ეს ეხება აბსოლუტურად ყველა ქრისტიანს, ყველა მორწმუნეს, ყველა იესო ქრისტეს მორწმუნეს, ყველას, ვისაც იესო ქრისტესი სწამს. და აქ არის განმარტებული ძალიან კარგად, ასე ვთქვათ, და დავაკვირდეთ ახლა ამას. რადგანაც მელქიცედეკი მეფე სალემისა უზენაესი ღმერთის მღვდელი შეეგება აბრაამს მეფეთა შემოსვლის შემდეგ შემოქცეულს და აკურთხა იგი. ხოლო აბრაამმა ყველაფრის მეათედი უწილა მას, ვისი სახელიც უწინარის ყოვლისა განიმარტება როგორც სიმართლის მეფე. შემდეგ კი მეფე სალემისა, ანუ მშვიდობის მეფე, უდედმამო, უგვარტომო, რომელსაც არც დღეთა დასაბამი აქვს და არც სიცოცხლის დასასრული, არამედ მსგავსად ღვთის ძისა მღვდლად რჩება უკუნისამდე. მას იხილეთ, რაოდენ დიდია ის, ვისაც მამამთავარმა აბრაამმა თავისი ნადავლის მეათედი უწილა და ლევის ძეთა შორის მღვდლობის მიმღებთ ცნება და აქვთ მეათედს კრებდნენ ხალხისაგან, ანუ თავიანთი ძმებისაგან, თუმცა ესენიც აბრაამის წიაღიდან არიან გამოსულნი. იმან კი, ვინც არ არის მათი გვარისა, აბრაამისგან მიიღო მეათედი და აკურთხა აღთქმის მქონე. აქ განმარტებას გავაკეთებ, აქ ლევის ძეთა შორის მღვდლობის მიმღებთო ცნება და აქვთ მეათედს კრებდნენ ხალხისაგანო. ის აარონიანი მღვდლები, რომლებზეც ვისაუბრე, ისინი იყვნენ ისრაელის ერთ-ერთი ტომის სახელად ლევის შთამომავლები იყვნენ.
კონკრეტულად ერთი კაცის, ეს აარონი იყო მოსეს ძმა, მოსეც და აარონიც იყვნენ ლევის შთამომავლები და ღმერთმა მხოლოდ და მხოლოდ აარონი და მისი შვილები და მისი შთამომავლები დააყენა მღვდლებად, სარიტუალო მღვდლებად ძველ აღთქმაში, რომ შეესრულებინათ ის სხვადასხვა რიტუალები, რაც დაწესებული იყო ძველი აღთქმის დროს მოსეს რჯულში. ეს ყველაფერი ჩაწერილია აგრეთვე ამ ბიბლიაში. თქვენ ბიბლიას თავიდან ბოლომდე თუ წაიკითხავთ, თქვენ ამ ყველაფერს ბიბლიიდან ისწავლით და თანმიმდევრულად მიყვებით და ბიბლიიდან ღმერთი თვითონ გასწავლით აი ამას, როგორ დაადგინა ის აარონიანი, იგივე ლევიანი მღვდლობა, ლევიანი და აარონიანი მღვდლობა, ეს ერთი და იგივეა და შემდგომ როგორ გააუქმა. ეხლა კითხულობ მე ამ გაუქმების ამბავს. ხო, ესე იგი ლევის ძეთა შორის მღვდლობის მიმღებთ მცნება და აქვთ მიათეთს კრებდნენ ხალხისგან, ანუ თავიანთი ძმებისგან, თუმცა ესენიც აბრაამის წიაღიდან არიან გამოსულნი. იმან კი, ვინც არ არის მათი გვარისა, აბრაამისგან მიიღო მეათედი და აკურთხა აღთქმის მქონე, ხოლო ყოველგვარი ცილობის გარეშე უმცირესი იკურთხება უმეტესის მიერ. აქ მეათედს იღებენ მოკვდავი კაცნი, იქ კი ვისაც აქვს მოწმობა, რომ ცოცხალია. აქ რო არის მოცემული, რომ მეათედს იღებენ მოკვდავი კაცნიო, ესე იგი იმ აარონიანი ლევიანი მღვდლებისათვის ისრაელის დანარჩენ მოსახლეობას უნდა მიეცათ თავიანთი შემოსავლის მეათედი და კონკრეტულად ეს იყო დაწესებული აი ასე, რომ მოსახლეობის მთლიანობაში მოსახლეობის 11 ტომს თავისი შემოსავლის მეათედი უნდა მიეცათ ლევის ტომისათვის, ხოლო ამ ლევის ტომს ამ მეათედის მეათედი უნდა მიეცათ აარონიანი მღვდლებისათვის. იმიტომ რომ ეს თვითონ ლევიანები ეხმარებოდნენ აარონიან მღვდლებს სხვადასხვა რიტუალების ჩატარებაში და ამიტომაც ესე იგი ფაქტიურად ეს ლევის ტომიც იღებდა სხვა ტომებისაგან მეათედს და ამავე დროს ეს ლევიანები ამ მეათედის მეათედ ნაწილს აძლევდნენ უკვე ამ აარონიან მღვდლებს. აი ეს იყო ღმერთისაგან დაწესებული და აქ არის ამაზე ლაპარაკი, რომ ააქო მეათედს იღებენო მოკვდავი კაცნიო, იქ კი ვისაც აქვს მოწმობა, რომ ცოცხალიაო და ასე ვთქვათ ლევიმაც, რომელიც იღებს მეათედს, აბრაამის მეშვეობით გასცა მეათედი, ვინაიდან ჯერ კიდევ მამის წიაღში იყო, როცა შეეგება მელქისედეკი. ესე იგი ამ დროს ესა ლევი იყო აბრაამის შთამომავალი და ჯერ კიდევ მამის წიაღში იყო, ესე იგი ჯერ დაბადებული არ იყო და ასე ვთქვათ აბრაამში იყო იგი, როცა აბრაამი შეეგება მელქისედეკს და თვით ლევიმაცო აბრაამის მეშვეობით მეათედი მისცაო იმ მღვდელსო მელქისედექსო, ესე იგი ამაზეა ლაპარაკი. ამრიგად დააკვირდით ახლა ამას. ამრიგად სრულყოფა რომ ლევიტელთა მღვდელმსახურებით მიიღწეოდეს, ვინაიდან ხალხს მის მიერ მიეცა რჯული. რა საჭირო იქნებოდა მელქისედეკის წესისამებრ აღმდგარიყო სხვა მღვდელი ნაცვლად იმისა, რომ აარონის წესით წოდებულიყო, ვინაიდან მღვდლობის შეცვლასთან ერთად უთუოდ უნდა შეიცვალოს რჯულიც. რადგან ვისედაც ეს ითქვა, სხვა ტომს ეკუთვნოდა, საიდანაც არავინ მიახლებია საკურთხეველს. ვინაიდან ცნობილია, რომ უფალი ჩვენი ამობრწყინდა იუდას ტომიდან, რომლის მღვდლობაზეც სიტყვა არ დასცდენია მოსეს. და ეს მით უფრო ცხადია, რომ მელქისედეკის მსგავსად დგება სხვა მღვდელი,
რომელიც ხორციელი აღთქმის რჯულისამებრ კი არ გახდა მღვდელი, არამედ წარუვალი სიცოცხლის ძალით, რადგანაც გვაქვს მოწმობა შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე წესისამებრ მელქისედეკისა. უწინდელი აღთქმა კი მისი უმწეობისა და უსარგებლობის გამო უქმდება, რადგან ვერ არასრულყო რჯულმა, მაგრამ შემოდის უმჯობესი სასოება, რომლის მეოხებითაც მივიახლებით ღმერთს და რამდენადაც ეს არ მომხდარა ფიცის გარეშე, ვინაიდან ისინი ფიცის, ესე იგი, ისინი არონიანი მღვდლები ფიცის გარეშე გახდნენ მღვდლები, ხოლო ეს იესო ქრისტე, ესე იგი, იესო ქრისტე ფიცით მის მიერ, ვინც უთხრა დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს, შენ ახარ მღვდელი უკუნისამდე წესისამებრ მელქისედეკისა. იმდენადვე უმჯობესი აღთქმის თავმდები გახდა იესო. ეგეც არ იყოს, ვინ მოსთვლის რამდენი იყვნენ ის მღვდლები, რადგან სიკვდილი გამორიცხავდა ერთის მღვდლობას, ხოლო მას, როგორც მარადის მყოფს, მღვდლობაც წარუვალი აქვს. ამიტომაც ძალუც სრულიად იხსნას ყველა, ვინც მისი მეოხებით მიახლება ღმერთს, რადგანაც მარად ცოცხალია მათ და მეოხად. სწორედ ასეთი მღვდელ მთავარი გვშვენოდა, წმინდა, უმანკო, უმციკლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზედსათა უზენაესი, რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდის ჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღეს წირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი, ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა რჯულის შემდეგ ძეს უკუნისამდე სრულ ქმნილს. გასაგებია, ესე იგი, აქ საუბარია იმაზე, რომ ესე იგი ის ძველი აღთქმა თავისი მღვდლებით, თავისი სხვადასხვა რიტუალებით, თავისი პერიოდული შესაწირავებით, ყოველდღე რო სწირავდნენ არონიანი მღვდლები იერუსალემის ტაძარში დილას აღამო მსხვერპლს და ასევე სხვადასხვა კალენდარულ დღეებში სწირავდნენ სხვადასხვა მსხვერპლებს, ცხოველთა შესაწირავებს, ისინი უფალმა გააუქმა, ვინაიდან უფალმა თავისი სხეული ერთჯერადად შესწირა და აქ არის მოცემული ზუსტად ეს, რომ ესე იგი იესოსო იმ მღვდელმთავრებივითო არ სჭირდებაო ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღეს სწირავდეს მსხვერპლსო, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი. მან ეს ერთხელ და სამუდამოდ გააკეთა. ვინაიდან რჯულიო, მოსეს რჯული, ესე იგი, მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხსო, ხოლო ფიცის სიტყვაო, რომელიც ფსალმუნებშია მოცემული 109 ფსალმუნის 4 მუხლში, ამ ფიცის სიტყვამ რჯულის შემდეგ ძე, ესე იგი, იესო ქრისტე დაადგინა მღვდელმთავრად, იგივე მღვდელმთავრად უკუნისამდე, რომელი იესოც არის უკუნისამდე სრულქმნილი. ეს მღვდელმთავარი, ესე იგი, უფალი იესო არის მღვდელიც არის და მთავარიც არის. ვინმეს რო არ ეგონოს, რომ თითქოს იესოს ეწოდება მღვდლების მთავარი, ესე იგი, მღვდლების უფროსი. ამ გაგებით აქ არ არის მოცემული, აქ არის ესე იგი, რომ იესო არის მღვდელიც არის და მთავარიც არის, მისი ხალხის მთავარი, ასე ვთქვათ. და აქ არავის ეგონოს, რომ თითქოს აი საპატრიარქოს ორგანიზაციაში რომ მღვდლები არიან, ამათი მღვდელმთავარი არისო იესოსო. ეს არავის გეგონოთ, არავინ მოგატყუოთ და ასე ნუ დაიჩლუნგებთ თავებს, რომ ესე იგი ყველაფერი დაუჯეროთ ამ საპატრიარქოს ორგანიზაციას და უფალს არ მოусმინოთ, ასე არ მოიქცეთ. პირიქით, უფალს უნდა უსმენდეთ და არა სხვადასხვა იმ ცრუმარქვია რელიგიურ ორგანიზაციებს, რომლებიც გატყუებენ.
ახლა მე მინდა რომ წაგიკითხოთ შემდეგი თავიც, მერვე თავი ებრაელთა მიმართ წერილის მერვე თავი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და მთელი ბიბლია უნდა თქვენც უნდა წაიკითხოთ, ვისაც აქამდე არ წაგიკითხიათ და თქვენ თვითონვე აი უნდა ისწავლოთ, რომ არ იყოთ მოტყუებულები ამ სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციებისგან, ამდენი არიან, გამრავლდნენ ამდენი არიან და ესე იგი თითოეული მათგანი თავისკენ ეკაჩება ადამიანებს, ჩემთან იარეთ, რომ ესე იგი ზოგი ამბობს, რომ აი მე ვარ ყველაზე სწორი, მე ვარ ისაო და ამ დროს მრავალი რელიგიური ორგანიზაცია თვითონვე არ მიხვება უფლის იესო ქრისტეს სწავლებას. მათ შორის არიან ეს იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციაც და ასევე სხვა ორგანიზაციებიც არიან ისეთები, რომლებიც უფლის სწავლებას არ მიხვებიან. მათ შორის ეს საპატრიარქოს ორგანიზაციაც ხო, ცრუმარქვია ორგანიზაცია და არ მიხვება. ეხლა მე მინდა რომ შემდეგი თავიც წავიკითხო და მიხვდებით თქვენ თვითონვე რატო ვკითხულობ ამას. ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: გვყავს მღვდელმთავარი დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას. ის არის მსახური წმინდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა. დააკვირდით ახლა ამას, ზოგი მიხვდებოდა ამას და ვინც ვერ მიხვდა ამას, რატო ვკითხულობ ახლა ამას, რომ ესე იგიო იესო ქრისტეო არისო მსახური წმინდათა და ჭეშმარიტი კარვისაო, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმაო. აქ ლაპარაკია კონკრეტულად მოსეს დროს გაკეთებულ ხელნაკეთ კარავზე, რაც ღვთის მიერ იყო ნაბრძანები, რომ ის კარავი გაეკეთებინათ და შემდგომ ის კარავი შეცვალა იერუსალემის ტაძარმა, რომელ კარავშიც მსახურებდნენ აარონიანი მღვდლები და შემდგომ უკვე მეფე სოლომონის დროს აშენდა იერუსალემის ტაძარი, სადაც გადაიტანეს უფლის აღთქმის კიდობანი და ის სხვადასხვა მოწყობილობა, რაც კარავში იყო განთავსებული, ის სხვადასხვა ნივთები, მათ შორის სამსხვერპლო იყო თუ აღთქმის კიდობანი და სხვა რაღაცეებიც, ესე იგი ისინი გადაიტანეს, შეიტანეს იერუსალემის ტაძარში და უკვე ის აარონიანი მღვდლებმა თავიანთი მსახურება გააგრძელეს იერუსალემის ტაძარში, რომელი იერუსალემის ტაძარიც ასევე ადამიანის ხელით იყო აშენებული და აქ ერთგვარი დაპირისპირება არის, რაოდენ დიდი უპირატესობა აქვს, ესე იგი რაოდენ დიდი უპირატესობა აქვს იესო ქრისტეს იმ აარონიან მღვდლებთან შედარებით და ასევე აი იმ ზეციურ ტაძარს, იგივე ზეციურ კარავს, სადაც იესო მსახურებს, რაოდენ დიდი უპირატესობა აქვს ადამიანის მიერ შექმნილ იმ კარავზე და ასევე იმ იერუსალემის ტაძარზე და მით უმეტეს საქართველოში ამდენი ტაძარი რო არის აშენებული, მით უმეტეს ამათ საერთოდ კავშირი არ აქვს უფლის სწავლებასთან, ესენი უფლის მითითებით საერთოდ არ არის აშენებული და აქ იმთავითო ესე იგი ღმერთი აი ამ ხელქმნილ ტაძრებზე ზოგადად გველაპარაკება, როგორც ასე ვთქვათ, რომ ესენი ზოგადად უსარგებლოები არიან და მით უმეტეს უფალი გველაპარაკება კონკრეტულად იმ მოსეს დროს გაკეთებულ კარავზე და ასევე სოლომონის მიერ აშენებულ ტაძარზე და ისინიც კი გააუქმა, ესე იგი უფალმა აი ეს კარავი და ტაძარიც კი გააუქმა, იმ ტაძრის სამსახურიც გააუქმა, ის აარონიანი მღვდლები და მათი რიტუალებიც გააუქმა, მით უმეტეს ისინი გააუქმა და მით უფრო საქართველოში და ასევე მსოფლიოს სხვა ადგილებში აშენებულ მრავალ ტაძრებს, ეს იქნება კათოლიკური, საპატრიარქოსი თუ ინდუისტური თუ მით უმეტეს რაღაცა ბუდისტური ტაძრები, ისინი ღმერთის მიერ არ არის დადგენილი. გავაგრძელებ ახლა
წაკითხვას, ესე იგი, მოდით ხელახლა წავიკითხოთ ეს ჩანართის სახით ვისაუბრე და გავაგზავნებ და ჩავალ ბოლომდე. ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: ყვავს მღვდელმთავარი დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას. და ის არის წმინდათა და ჭეშმარიტი, ესე იგი, ის არის მსახური წმინდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა. რადგანაც ყველა მღვდელმთავარი, ეს აარონიან მღვდელმთავრებზე ალაპარაკი, რადგანაც ყველა მღვდელმთავარი მსხვერპლისა და შესაწირავის მისართმევა და დადგენილი, ამიტომაც აუცილებელია, რომ მასაც, ესე იგი, იესოს, რომ მასაც რაიმე ჰქონდეს მისართმევი. მიწაზე რომ დარჩენილიყო, მღვდელიც აღარ იქნებოდა, რადგან აქ არიან მღვდლები, რჯულისამებ რომ სწირავენ შესაწირავს და მსახურებენ ზეციერის ხატსა და ჩრდილს, როგორც ებრძანა მოსეს კარვის დასრულებისას. იცოდე, იყო თქმული, ყველაფერი გააკეთე იმ ნიმუშის მსგავსად, მთაზე რომ გიჩვენე შენ. ხოლო ახლა ჩვენმა მღვდელმთავარმა მით უკეთესი მსახურება მიიღო, რამდენადაც შუამავალია უკეთესი აღთქმისა, რომელიც უკეთეს დაპირებებზეა დაფუძნებული. რადგანაც პირველი აღთქმა რომ უნაკლო ყოფილიყო, ვინღა დაუწყებდა ძებნას მეორის ადგილს, ვინაიდან ყვედრებით ეუბნება მათ. აჰა, მოვლენ დღენი, ამბობს უფალი, როცა ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს და იუდას სახლს. იმნაირ აღთქმას კი არა მათ მამებს, რომ დავუდე იმ დღეს, როცა ხელი ჩავკიდე მათ ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსაყვანად, მაგრამ რა კი ჩემს აღთქმაში არ დამკვიდრდნენ, მეც უგულებელ ვყავ ისინი, ამბობს უფალი. და აი ეს იქნება აღთქმა იმ დღეთა შემდგომ, რომ აღვთქვამ ისრაელის სახლს, ამბობს უფალი, ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში და მათ გულებზე დავაწერ მას და ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი. აღარავინ ასწავლის თვის ტომს და აღარ ეტყვის თავის ძმას, იცან უფალი, რადგან ყოველი მათგანისთვის დიდი ან პატარიანად ცნობილი ვიქნები, ვინაიდან შევიწყალებ მათ უსამართლობას და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს. ხოლო ახალიო, რომ თქვა, ამით პირველის სიძველე გვიჩვენა, მაგრამ რაც ძველდება და ბერდება, გასაქრობად განწირულია. და ეხლა აქ ურეთ შემდგომ მეცხრე თავში განმარტებულია იმ პირველ აღთქმასაც ჰქონდაო მართლგანაწესი მსახურებისა და ამქვეყნიური საწმინდარი, რადგანაც პირველი კარავი იქნა გამზადებული, რომ შიგ იყო სასანთლე, სალამპრე იგივე, ტაბლა და მაგიდა, ესე იგი, და საწირი პური, რომლებიც ელაგა იმ მაგიდაზე, ხოლო სახელი მისი იყო წმინდა. მეორე ფარდის მიღმა, ფარდის იქით, იყო კარავი, რომელსაც ერქვა წმინდათა წმინდა. ესე იგი, ის კარავი გაყოფილი იყო ორ ნაწილად, პირველს ერქვა წმინდა და მეორეს ერქვა წმინდათა წმინდა. ხოლო ესე იგი, მეორე ფარდის მიღმა კი იყო კარავი, რომელსაც ერქვა წმინდათა წმინდა და ჰქონდა მას ოქროს სასაკმევლე, თლიანად ოქროთი მოჭედილი კიდობანი აღთქმისა, რომელშიც იდგა მანანით სავსე ოქროს ჭურჭელი აარონის კვერთხი, რომელიც განედლდა და აღთქმის ფიცარნი, ხოლო მათ ზემოთ ქერუბიმნი დიდებისა, სალხინებლის საჩრდილობლად, თუმცა აქ დაწვრილებით ვერ ვილაპარაკებ მათზე. ამნაირად გამართულ პირველ კარავში ყოველთვის შედიან მღვდლები ღვთისმსახურების აღსასრულებლად. მეორეში კი წელიწადში ერთხელ შედის მღვდელმთავარი, მაგრამ არა სისხლის გარეშე, რომელსაც წირავს თავისა და ხალხის ცდომილებათა გამო. ამით სული წმინდა გვიჩვენებს, რომ ჯერ კიდევ არ გახსნილა საწმინდრის გზა, ვიდრე დგას პირველი კარავი. ესაა ნიმუში ახლანდელი
დროისა აწმყო დროისა როცა სწირავენ მსხვერპლსა და შესაწირავს რასაც არ ძალუძს სრულყოს შემწირველის სინდისი რადგანაც ესაა მხოლოდ სასმელს საჭმელი სხვადასხვაგვარი განბანა და ხორციელ წესთა აღსრულება გამოსწორების დრომდე დადგენილი ხოლო ქრისტე მომავალ სიკეთეთა მღვდელმთავარი მოვიდა უფრო ვრცელი, უფრო სრულყოფილი და ხელთუქმნელი, ესე იგი არა იმნაირად შექმნილი კარვით. ვაცთა აქ წერია შეცდომით კაცთა უნდა ეწეროს ვაცთა. ვაცთა და ზვარაკთა სისხლით კი არა საკუთარი სისხლით ერთხელ შევიდა საწმინდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოხსნა. ვინაიდან თუ ვაცთა და ზვარაკთა სისხლი ან დეკეულის ფერფლი ბკურებით განწმენს შებილწულთ, რათა წმინდა იყოს ხორცი, განა სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით უბიწოდ მსხვერპლად შესწირა თავი ღმერთს, 1000 წილი უფრო მეტად არ განწმენს თქვენს სინდის მკვდარ საქმეთაგან ცოცხალი ღმრთის სამსახურისათვის? ამიტომაც არის ახალი აღთქმის შუამდგომელი, რათა სიკვდილით, რომლითაც აღესრულა, გამოესყიდა პირველი აღთქმისას ჩადენილი დანაშაულნი და ამრიგად საუკუნო მემკვიდრეობისთვის ხმობილთ მიეღოთ აღთქმული. ვინაიდან სადაც არის ანდერძი, იქ აუცილებელია მეანდერძის სიკვდილი, რადგანაც ანდერძს ძალა აქვს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ და არა მანამ სანამ ცოცხალია მეანდერძზე. ამიტომ არც პირველი აღთქმა დამტკიცებულა სისხლის გარეშე, რადგან მოსევ ყველა მცნებარ ჯულისამებრომ წარმოსთქვა ხალხის წინაშე აიღო ზვარაკთა და ვაცთა სისხლი წყალთან მეწამულ მატყლსა და უსუფთან ერთად და ასხურა როგორც წიგნს, ისე მთელ ხალხსაც და თქვა: ესაა სისხლი აღთქმისა, ღმერთმა რომ გამცნოთ თქვენ. თვით კარავსა და საღვთიმსახურო ჭურჭელსაც ასხურა სისხლი, ასე რომ რჯულის მიხედვით თითქმის ყველაფერი სისხლით განიწმინდება და სისხლის დათხევის გარეშე არ არსებობს მიტევება. ამრიგად ზეციერთა ხატებანი ამით უნდა იწმინდებოდეს, ხოლო თვით ზეციერნი ამაზე უკეთესი მსხვერპლით. რადგანაც ქრისტე ხელთქმნილ საწმინდარში, ანუ ჭეშმარიტის ხატებაში კი არ შევიდა, არამედ თვით ცაში, რათა ახლა ჩვენთვის წარუდგეს ღმერთს. იმიტომ კი არა რომ მრავალგზის შეეწიროს, როგორც მღვდელმთავარი ყოველწლიურად სხვისი სისხლით შედის საწმინდარში, თორემ მაშინ მრავალგზის ევნებოდა ქვეყნის დასაბამიდან, ხოლო ერთხელ საუკუნეთა დასასრულს გამოჩნდა, რათა თავისი მსხვერპლით გაეკარწყლებინა ცოდვა და როგორც ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი და მერე განკითხვა, ასევე ქრისტეც ერთხელ რომ შესწირა თავი, რათა წარეხოცა მრავალთა ცოდვა, მეორედ გამოჩნდება არა ცოდვილთა განსაწმენდად, არამედ მის მომლოდინელთა სახსნელად. გადავალ შემდეგ მეათე თავზე. გავაგრძელებ. რადგანაც რჯული, მოსეს რჯული, ესე იგი, მომავალ სიკეთეთა მხოლოდ ჩრდილის და არა თვით ნამდვილ საგანთა მქონე, ერთი და იმავე მსხვერპლით გამუდმებით რომ სწირავენ ყოველწლიურად, ვერასოდეს შესძლებს სრულყოს მასთან მიმსვლელნი. ასე რომ არა ვინღა შესწირავდა მსხვერპლს, რადგანაც ერთხელ განწმენდილთ წარმოდგენაც აღარ ექნებოდათ რა არის ცოდვა. მაგრამ მსხვერპლ შეწირვა ყოველწლიურად იწვევს ცოდვათა გახსენებას. რადგანაც შეუძლებელია ცოდვათა წარხოცა ვაცთა და ხართა სისხლით. აქაც წერია, უნდა ეწეროს ვაცთა და ხართა სისხლით. შეუძლებელია ცოდვათა წარხოცა ვაცთა და ხართა სისხლით,
ამიტომ ქვეყნად შემოსვლისას ქრისტე ამბობს: სხერპლი და შესაწირავი შენ არისურვე, მაგრამ სხეული კი განმიმზადე მე. სრულ დასაწველი. ხო, აქაც 800 ვარი აქ შეცდომით ჩაწერილი უნდა ეწეროს იასო, რა თქმა უნდა. სრულ დასაწველი და ცოდვის გამოსასყიდი ძღვენი არინებე. მაშინ მე ვთქვი, აჰა, მოვდივარ, როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზე, რათა აღვასრულო შენი ნება ღმერთო. ზემოთ რომ ამბობს, მსხვერპლი და შესაწირავი სრულ დასაწველი და ცოდვის გამოსასყიდი ძღვენი არისურვე და არინებეო, შემდეგ დასძენს, აჰა, მოვდივარ, რათა აღვასრულო შენი ნება ღმერთო, რითაც აუქმებს პირველს, რათა მეორე დაადგინოს. სწორედ ამ ნებით ვართ განწმენდილნი იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით. რამდენი მღვდელი ყოველდღე დგას მსახურებად და რამდენ გზის წირავს ერთსა და იმავე მსხვერპლს, რომელიც ვერასოდეს წარხოცავს ცოდვას. მან კი ერთადერთი მსხვერპლის შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ. მას შემდეგ ელის, როდის დაემხობიან მისი მტრები მის ფეხქვეშ, რადგან ერთი შეწირვით სამარადისოდ სრულყო განწმენდილნი. ამასვე გვიმოწმებს სულიწმინდაც, რადგანაც ნათქვამია, ეს არის აღთქმა, რომელსაც აღვთქვამ მათ იმ დღეთა შემდეგ, ამბობს უფალი, ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გულებში და მათ გონებაში ჩავწერ, აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს და ურჯულოებას. ხოლო იქ, სადაც ცოდვათა მიტევება, შესაწირავი ზედმეტი ხდება. ამრიგად ძმანო, რა კი გვაქვს სითამამე საწმინდაში შესვლისა იესოს სისხლის მეოხებით ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც გაგვიხსნა მან ფარდით, ესე იგი თავისი ხორცით და ყვავს მღვდელმთავარი ღვთის სახლში, მივიახლოთ მას წრფელი გულითა და რწმენის სისრულით უკეთური სინიდისისაგან სხურებით გულ განწმენდილნი და სუფთა წყლით თან განბანილნი. მტკიცედ მივსდიოთ აღსარებას სასოებისას, რადგან სარწმუნოა აღმთქმელი. ყურადღებას ნუ მოვაკლებთ ერთი მეორეს, რათა სიყვარულისა და კეთილის საქმეებისათვის წავაქეზოთ ერთმანეთი. მე აქ ახლა გავჩერდები და დასკვნითი სახით ამ ვიდეოში აგერ მოგიბრუნდებით, მეც რო გამოვჭდე. ღვთის ამ ბიბლიაში ძალიან მკაფიოდ არის განმარტებული, რომ უფალმა იესომ გააუქმა ეს ძველი აღთქმა თავისი მაარონიანი მღვდლებით, თავისი სხვადასხვა შესაწირავებით, იმ კარვითა და ტაძრით, ასევე ღმერთმა გააუქმა ის ტაძრის სამსახურიც, იგივე კარვის სამსახური, გააუქმა მან სარიტუალო მღვდლები და თვითონ უფალი გახდა მღვდელი. რაც შეეხება ახლა ამ ადამიანს, ანდრია სარიას, იგი ემსახურება ცრუმარქვია ორგანიზაციას, საპატრიარქოს ორგანიზაციას. თვითონ ეს ანდრია სარიაც არის ცრუმარქვია მღვდელი. მას არ აქვს უფლება იმისა, რომ მღვდელი იყოს, იმიტომ რომ ეს ასეთი მღვდლობა უფალი იესოს არ დაუწესებია და არავინ მოგატყუოთ ის, რომ თითქოს ამბობენ ხოლმე ეს საპატრიარქოს ორგანიზაციის ქადაგებლები ამბობენ ხოლმე, რომ მოციქულებმაო ხელი დაასხესო პირველ საუკუნეშიო ეპისკოპოსებსო, დიაკვნებსა და ზოგი ამბობს ხოლმე, რომ მღვდლებსაც დაასხესო ხელიო და ხელდასხმითო დღემდე ასე მოვედითო, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ქრისტეს მოციქულებს სარიტუალო მღვდლები არ დაუდგენიათ. იქ ბიბლიაში არსად არის ჩაწერილი, რომ მათ მღვდლები დაადგინეს, მათ პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანებს იმ დროს, სანამ ეს ბიბლიის სრული ტექსტი დაიწერებოდა, მანამდე მაგალითად ქრისტეს მოციქულმა პავლემ 3 წელიწად ნახევარი გაატარა ქალაქ ეფესოელ ხუცესებთან, იგივე ეპისკოპოსებთან. ეს ეპისკოპოსი არის ბერძნული სიტყვა და ქართულად ნიშნავს მეთვალყურეს.
ამ ეფესოელი მეთვალყურეებთან 3 წელიწად ნახევარი გაატარა და 3 წელიწად ნახევარი ასწავლიდა მათ ღვთის სწავლებას. იმისათვის რომ ამ ეფესოელ მეთვალყურეებს, იგივე ეპისკოპოსებს ეს ცოდნა გადაეცათ სხვა ნაკლებად მცოდნე ქრისტიანებისთვის და ასევე სხვა უცხო ადამიანებისთვისაც და აგრეთვე ემხილებინათ არასწორი სწავლებები. მათი მოვალეობა იყო ღვთის სიტყვის გადაცემა სხვა ადამიანებისთვის და ასევე მორწმუნე ნაკლებად მცოდნე ქრისტიანებისთვისაც და ასევე მათი ერთ-ერთი მოვალეობა იყო ცრუ სწავლებათა მხილება. ისინი იყვნენ მეთვალყურეები. სიტყვა ეპისკოპოსი ქართულად გადმოითარგმნება როგორც მეთვალყურე, ესე იგი ისინი თვალყურს ადევნებდნენ აი ამ ქრისტიანთა გაერთიანებაში, რაიმე ცრუ სწავლება არ შეპარულიყო და ასევე ისინი ვალდებულები იყვნენ რომ სწორი სწავლება გადაეცათ ადამიანებისთვის და მორწმუნეებისთვის ის სწავლება, რაც მათ მოციქულებისგან მიიღეს. ესე იგი ის ხუცესები, იგივე ეპისკოპოსები, აგერ ტიტეს მიმართ წერილში, რომელიც ასევე ბიბლიაში არის შეტანილი, ძალიან მკაფიოდ არის განმარტებული, რომ ის ხუცესები, იგივე ეპისკოპოსები იყვნენ. ისინი იყვნენ უფრო მეტად განსწავლულები, იმიტომ რომ მათ აგერ ქრისტეს მოციქულებმა ასწავლეს ღვთის სიტყვა, ესე იგი ღმერთის სწავლება მოციქულებმა თავისი პირით ასწავლეს იმ ეპისკოპოსებს, მეთვალყურეებს და მათი მოვალეობა იყო სწორედ ამ ცოდნის გავრცელება სხვებისთვისაც, რომ გადაეცათ ქრისტეს მოციქულთაგან მიღებული ცოდნა. ისინი არ იყვნენ სარიტუალო მღვდლები, ამიტომ არავინ მოგატყუოთ, ფრთხილად იყავით, არ მოგატყუოთ ამ საპატრიარქოს ორგანიზაციის სიცრუის პროპაგანდამ. ქრისტეს მოციქულთაგან ხელთ დასხმული მეთვალყურეები არ იყვნენ სარიტუალო მღვდლები და ამ ადამიანმა ანდრია სარიამ როგორც უნდა თქვა აი ესე როგორც იგი ლაპარაკობს აი ესეთი დაბალი ხმით და ტყუილებს რომ ავცელებს, მისი წყნარი ლაპარაკი და დაბალი ხმა ვერ უშველის მას. მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ის, რომ თვითონვე დაემორჩილოს უფლის სწავლებას, ბიბლია ისწავლოს და დაემორჩილოს უფლის იესო ქრისტეს სწავლებას და დატოვოს ეგ კეპთაყვანისმცემლური ორგანიზაცია, რომელიც ამ კაცსაც ჯოჯოხეთისკენ მიუძღვება და თავის მრევლსაც და თავის მსმენელებსაც, ვინც ამ ორგანიზაციას უსმენს. ერთადერთი იმედი, ერთადერთი უფალი, ერთადერთი განმწმენდელი, ვისაც შეუძლია ჩვენი განწმენდა, ზოგადად ესე იგი კაცობრიობისა, ეს არის მხოლოდ უფალი იესო ქრისტე, რომელმაც გაგვწმინდა ჩვენ მისი მორწმუნეები და დანარჩენები, ვისაც ჯერ იესო ქრისტე არ ურწმუნია, მათაც უნდა აგერ ისწავლონ უფლის ბიბლია, ირწმუნონ მისი და მისი სიტყვისადმი რწმენით, იესო ქრისტესადმი რწმენით, ესე იგი იესო ქრისტესადმი და მისი სწავლებისადმი რწმენით, დაჯერებით, მისდამი რწმენით განიწმინდებიან ისინიც ცოდვისგან. ამიტომ ვალდებულია თითოეული მით უმეტეს ის ადამიანი, ვინც თავის თავზე ამბობს, რომ ქრისტიანი ვარო და ამ დროს უფლის ბიბლიიდან არ ასწავლობს, მით უმეტეს ასეთები ვალდებულები არიან, რომ უფლის ბიბლიიდან ისწავლონ და არ მოусმინონ ასეთ თვითმარქვია მატყუარა ადამიანებს, როგორიც არის ანდრია სარია და მისი კოლეგა მღვდლები იქნებიან თუ ქადაგებლები იქნებიან, რომლებიც არ ემსახურებიან უფალს, არამედ ისინი ემსახურებიან აგერ საპატრიარქოს ცრუმარქვია ორგანიზაციას, რომელსაც სიკეთე არ მოაქვს ქართველი მოსახლეობისთვის და არც რომელიმე სხვა ეთნიკური
წარმომავლობის მქონე ჯგუფისათვის. ესენი იქნებიან აზერბაიჯანელები, სომხები, ოსები, სომხები, ხო, ეს რუსები, ასევე თურქები თუ ნებისმიერი სხვა წარმომავლობის მქონე ადამიანი და თუნდაც ინდივიდებისთვის შეიძლება ადამიანმა არც იცოდეს რა წარმომავლობის არის, ამას მნიშვნელობა არ აქვს. უფალი ყველას იღებს, მიუხედავად იმისა, თუ ადამიანმა იცის თუ არ იცის მისი წარმომავლობა, იმიტომ რომ იმთავითვე ქრისტეში აღარ არის ეთნიკური ნიშნით განსხვავებულობა, არამედ ქრისტეში ქრისტიანები ყველანი ერთნი ვართ და ღმერთი ჩვენ არ გვანსხვავებს და ვსო ქრისტეში უკვე აღარ არის ქართველი, ოსი, აზერბაიჯანელი, სომეხი, თურქი, რუსი, გერმანელი, იაპონელი თუ სხვა რომელიმე, არამედ ყველანი ერთნი ვართ ქრისტე იესოში და ამაზე ინფორმაცია თვითონ ბიბლიაშივეა ჩაწერილი და კიდევ ერთი რამ, რაც მინდა ვთქვა ამასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი ხანია, რაც საპატრიარქოს ორგანიზაციას დაჩემებული აქვს, რომ თითქოს ის არის ქართველი ერის სულიერი წინამძღოლი, სულიერი მასწავლებელი, გადამრჩენელი, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი სიცრუე. საპატრიარქოს ორგანიზაციის გადამკიდე ქართველ ხალხს არ გაუხარია თავისი ისტორიის განმავლობაში. ამ ორგანიზაციას, საპატრიარქოს ორგანიზაციას ბატონყმობის დროინდელ საქართველოში თვითონვე ყავდა ყმები და ესე იგი მას სიტყვა არ ამოუღია ოფიციალურად, არ დამდგარა მტკიცე პოზიციაზე, რომ საქართველოში გაუქმებულიყო ბატონყმობა, არამედ თვითონ ამ ორგანიზაციასაც ყავდა ყმები, რაც ყოვლად დაუშვებელია ქრისტიანული თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში უფალმა იესომ ქრისტიანებში გააუქმა ბატონმონობა, იგივე ბატონყმობა. აგერ ბიბლიაში შეტანილი არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წერილი, რომელსაც ეწოდება ფილიმონის მიმართ და აი აქ პავლე მოციქული ქრისტიან ფილიმონს, რომელიც იყო ბატონი იყო და ყავდა მონა სახელად ონისიმოსი, როდესაც პავლე მოციქულმა გაიგო, რომ ეს ონისიმოსი იყო ფილიმონის მონა და პავლემ იცოდა, რომ ონისიმოსიც და ფილიმონიც ორივენი ქრისტიანები იყვნენ, უკვე ფილიმონს მისწერა მას, რომ მისწერა ონისიმოსე, რომ მას ფილიმონს მართებდა ის, რომ ონისიმოსი მიეღო ამიერიდან მიეღო არა როგორც მონა, არამედ როგორც საყვარელი ძმა და ვსო მათ შორის ეს ბატონმონობა უნდა გაუქმებულიყო. მსგავსი რამ მე არ წამიკითხავს საქართველოს ისტორიაში, რაც კი მომიძიებია ინფორმაციები, რომ ეს საპატრიარქოს ამყრალებული ორგანიზაცია განმდგარიყო და ეთქვა, რომ ესე იგი ეს ქართველი მეფეებისთვის, მით უმეტეს და თავადაზნაურებისთვის, რომლებიც იცემებდნენ, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ, მე არ ვიცი ისეთი დოკუმენტი, სადაც საპატრიარქოს ორგანიზაციას უარი ეთქვა ამ ბატონყმობაზე და ეთქვა ის, რომ არ შეიძლება ეს, რომ ქრისტიანებს ერთმანეთი დაყმევებული ყავდეთო. მე ასეთი დოკუმენტი არ შემხედრია საქართველოს ისტორიის კვლევა ძიებისას. არამედ აგერ პირიქით კახეთის მეფემ ალექსანდრემო ყმები და მამულები შესწირაო ალავერდის ტაძარსო. ასეთი ისტორიული ცნობა არის საქართველოს ისტორიაში და ამ ამბიდან გავიდა გარკვეული დრო და ირანის შაჰმა, შაჰ-აბასმა ის ალავერდის ტაძარი წააოხრა, ალავერდის მამულებიც და კახეთიც ააოხრა და მე ბიბლიიდან
ვიცი ის რომ ღმერთს არ მოსწონს ესეთი ბატონყმური დამოკიდებული ბატონყმური წყობილება და მით უმეტეს ის ორგანიზაცია რომელიც ამბობს რომ იგი ქრისტიანია და ქრისტეს იესო ქრისტეს სახელს იყენებს ამ ორგანიზაციას ყავდა ყმები და საქართველოში აგერ კახეთშიც თავადაზნაურებს დაყმევებული ყავდათ მოსახლეობა, მღვდლებსაც ყავდათ ყმები და აი ასეთ ვითარებაში იყო საქართველოს მოსახლეობა და საპატრიარქოს ორგანიზაცია აქედანაც ჩანს რომ არ ყოფილა ქართველი რიგითი ერის მოყვარული. ასევე არც თავისი მოყვარულია ეს ორგანიზაცია და არც იმ თავადაზნაურებისა და მეფეების მოყვარული იყო, იმიტომ რომ მათი მოყვარული რომ ყოფილიყო, მათაც მიუთითებდა სწორად ასწავლიდა და საკუთარი თავის მოყვარული რომ ყოფილიყო, იგი გააუქმებდა თავის ორგანიზაციას და ჩვეულებრივი ქრისტიანული გაერთიანება გახდებოდა ყოველგვარი ამ რაღაცა თვითნებურად მოგონილი ტიტულების გამოკლებით ისინი აღარ იქნებოდნენ სარიტუალო მღვდლები, აღარ ააშენებდნენ აი ამ ტაძრებს, აღარ გააკეთებდნენ აი ამ ხატ კერპებს და ღმერთს აღარ უღალატებდნენ აი ამ ხატებთან, რომლებიც ასევე არის კერპები და არავინ მოგატყუოთ იმით, რომ თითქოს ეს ხატებიო კერპები არ არისო, ისაო ამ ხატების წინაშე ვინც ლოცულობს და ვინც ხატებს ეამბორება და ვინც ხატებს სანთელს უნთებს, უნდა იცოდეთ თქვენ რომ ეს უფალს არ დაუწესებია და ეს არის კერპ თაყვანისმცემლობის ერთ-ერთი სახე.